წმინდა სინოდის ხდომა იქნა მოწვეული სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის ხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაღდრემ სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ გამოუცხადა სამძიმარი წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე. ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა გამგეობასთან დაკავშირებით მომავალი პატრიარქის არჩევამდე. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელმთავარმა მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანიამ ჯაფარიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა ახალციხის და ტაო-კლარჯის მიტროპოლიტმა თეოდორემ. წაკითხული იქნა საქართველოს ეკლესიის მართვა გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე. წმინდა სინოდმა ასევე დაადგინა პირველი შეიქმნას დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკის და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიო, ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ხონის და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს საპატრიარქო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტი კირიონი. დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22 მარტი კვირა. დაკრძალვის ადგილად პატრიარქის სურვილის გათვალისწინებით განისაზღვრა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარი. სინოდმა შეიმუშავა მიმართვა სრულიად საქართველოსად. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსად. ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, გისამძიმრებთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტის, დიდისა, მეუფისა, მამისა ჩვენისა ილია მეორის გარდაცვალებას. მისი უწმინდესობის სიყვარული და მზრუნველობა ვრცელდება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ, განურჩევლად აღსარებლობისა თუ ეთნიკური ნიშნის. იგი ჭეშმარიტად იყო, არის და იქნება მამა სრულიად საქართველოს. უცხოეთიდან შემოსული სამძერმის წერილებში აღნიშნულია, რომ იგი დააკლდა არა მარტო საქართველოს, არამედ სრულიად საქრისტიანოსა და მთელ მსოფლიოს.